მოგესალმებით, თქვენთან კითხვა მაქვს. როგორია ბედნიერება და ფული თამაშობს თუ არა ამაში როლს? ფული თამაშობს ამაში როლს. საბჭოთა მულტფილმში, როდესაც ბავშვს კითხეს იქნებ ვინმეს უნახავს, მან უპასუხა: ბედნიერება, როცა შენი ესმით. ეს ხუმრობაა. საბჭოთა დროს ასე იყო. მაგალითად, ბედნიერებაა, როცა ჩემთან ერთი წამითაც არ გიმუშავია. მკითხეს, რამდენ დროს უთმობ სამსახურს. ცხოვრებაში არასდროს მიმუშავია. ვთამაშობდი. რაღაცას ვთამაშობდი. მიყვარდა თამაში და მისვლა ფინიშამდე. ჩემთვის ეს ბედნიერებაა. სხვა ადამიანებისთვის კი, როდესაც ფინიშამდე მივდივარ, ბედნიერი ვარ. მაგრამ არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ, არავინ იცის მწვერვალზე იპოვი იმას თუ არა, რისი ნახვაც გინდოდა. რადგან იქ ყველაფერი სრულიად განსხვავებული იქნება და ბევრი იმედგაცრუება დაგხვდება. ასე რომ არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც უფრო ბედნიერად ცხოვრობენ, ვიდრე თქვენ, ჩემზე და ყველა მილიარდერზე. იმიტომ რომ მდიდარი ადამიანები, როგორც წესი, არასდროს არიან ბედნიერები. ადრე თუ გვიან მათ ბოლოს მოუღებენ ისინი, ვინც მათ ეპირფერებოდა, ან ვისაც ისინი ენდობიან. ფულს კი ვერავის ანდობ. ეს ცოდვაა. იმიტომ რომ პატიოსან ადამიანს კრიმინალად აქცევ. ჩვენ ასეთი პრობლემები არ გვაქვს. არსებობს კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც ბევრად ბედნიერია. უსახლკარო ადამიანები. ახლახან შევედი ინტერნეტში და ვნახე იქნებ რაიმე კვლევები არსებობდეს ამ საკითხზე. რამდენიმე წელი გავატარე მათთან. ყოველ შაბათსა და კვირას, ან შაბათს, ან კვირას, ხანდახან შაბათსა და კვირას მივდიოდი. თითქმის სასახლე ავაშენე და ვამოწმებდი. მუშაობს თუ არა შხაპი, მუშაობს თუ არა სარეცხი მანქანა, როგორი კვება, მე თვითონაც იქ ვჭამდი, იქ მიმყავდა მინისტრები. ადამიანების სრულიად უჩვეულო კატეგორია. ეს ჩვენი დონეა და ეს შეგიძლიათ გამოეთიშოთ, ჩართოთ სხვა, რომელიც არ მინახავს. არიან ხომ ახალი გოგონები? შემიძლია ვინმეს ნახვა? თუ არავინ არის? ჟენია, არავინ არის ახალი? აქ 20 ადამიანი ყავს ახლებიდან. ევგენი შემოგვიერთდა, რომელსაც ასევე სურს კითხვის დასმა. შუადღე მშვიდობისა. არა, ევგენიმ უკვე იკითხა. არა, ევგენი ახლახან შემოგვიერთდა. ჯერ არ გითხავს, არტიომი, ვალენტინი, დავითი, ჟენია ყავდა. მოდით დავასრულებ ამ თემას უსახლკაროებზე. ისეთი საინტერესო ადამიანები არიან. ისინი ჩვენს გაგებას სცილდებიან და ვერავინ გაიგებს, რატომ დაეშვნენ და ვეღარასდროს წამოდგებიან. იმიტომ რომ ისინი ბედნიერები არიან. ჭეშმარიტად ბედნიერები. მათ არანაირი პირობითობა არ აქვთ. არ ჭირდებათ თეთრი პერანგის ტარება, ან უფროსის მსახურება, ან იმის შიში, რომ მის ფულს მოიპარავენ, ან რომ ბანდიტები მოკლავენ. ის ცხოვრობს. კუჭი კარგად უმუშავებს, რასაც უნდა ჭამენ. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაშია. ისინი ყველგან არიან. ამერიკაში, გერმანიაში და ყველგან ერთნაირი რაოდენობით არიან. არ არის დამოკიდებული იმაზე, ღარიბია თუ არა ქვეყანა. დგება მომენტი, როდესაც ადამიანი იმედგაცრუებულია და ეცემა. და ვეღარ დგება. ისი კარგად გრძნობს თავს. მე ყოველთვის ყვები ისტორიას თუ როგორი იყო ჩემი საქმეები, როდესაც გამომძიებელი ვიყავი. ერთი კაცის საქმე, ერთი მკვლელი იყო, მეორე მოკლა. ერთი პოლკოვნიკი იყო, მეორე კი გენერალი. მათ ჰქონდათ დოკუმენტები, ყველამ გაიარა ომი, გმირები, ორდენებით სავსენი და ისინი რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს მდებარე ტყის ზოლში ცხოვრობდნენ.
ჰქონდათ ერთი ქოხი, ასეთი საქანელა სკამებიც, საღამოს ბოთლებს აგროვებდნენ და სვამდნენ, არახს ყიდულობდნენ, სადღაც ძეხვეულს და ცეცხლზე წვავენ, 100 გრამს სვამენ, შემდეგ განაობენ, იქვე ზინავთ და სადღაც რაღაცაზე იკამათეს და ერთმა მეორე დანით მოკლა. ის პოდპოლკოვნიკი იყო ან პოლკოვნიკი. ისეთი მაგარი ბიჭი. როგორც არ უნდა გამეკრიტიკებინა, ის არ აღიარებდა რომ მოკლა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კაცის გატეხვა ვერ შევძელი. მაგრამ მან მითხრა რაღაც, რაც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მან თქვა, გონია რომ ბედნიერი ხარ და რომ ცხოვრებაში ზუსტად იმას აღწევ, რაც უნდა გააკეთო. სინამდვილეში კი ეს შემთხვევითობაა, ბედის წერაა. სულ სხვა რამ. რაღაც კონკრეტულ წესებს ეყრდნობი. ასეთ დროს სახლიდან უნდა გახვიდე, შემდეგ ისაუზმო და შემდეგ სამსახურში წახვიდე. უპირველეს ყოვლისა, ასეთი პრობლემები არ მაქვს. და მეორეც, მათ გასცეს ბრეჟნევმა გამოსცა ბრძანება, რომელიც 1 წლის განმავლობაში მოქმედებდა ბრძანება, რომ ყველას, ვინც სამხედრო პირადობის მოწმობას წარადგენდა, რომ ის იბრძოდა დაუყოვნებლივ მყისიერად მიეცემოდა ცალკე იზოლირებული ბინა ამ რესპუბლიკის დედაქალაქში და მას კვლავ ჰქონდა სამხედრო პირადობის მოწმობა. მას სადღაც გაყიდა პასპორტი, მაგრამ სამხედრო პირადობის მოწმობა დარჩა. არ ვიშირდებოდა. მე ვეუბნები, სად იყიდე ბინა და იცხოვრე ადამიანივით. ის კი პასუხობს, სულელი ხარ, ვერ ხვდები. ის ახალგაზრდა იყო. თუ რომელიმე ბინის გარეთ თეთრეულს დააკვირდები, სქელს, შალის თეთრეულს, ის შენთვის ჭუჭხიანია, ფეხებს იწმენთ მასზე. მაგრამ როცა მე ერთში არ ახსვამ, ეს შენთვის შენს ბალიშზე უკეთესია, შენ გძინავს და კანკალებ. მე კი მშვიდად მძინავს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ამიტომაც მე ვარ ბედნიერი. და შენ, ვინ იცის, სად მიდიხარ? და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ სამსახურიდან არ გაგათავისუფლონ. ან რაიმე სხვა არ მოხდეს.